შეუძლებელია, იმიტომ რომ ეს შეიძლება გაკეთდეს, როდესაც სწორი სახელმწიფო პოლიტიკა იქნება და აქ მოხდეს ჩანაცვლება ჭიათურმანგანუმისა, მაგრამ დღეს და ხვალ თქვენ ჭირდებათ ყურადღება, თქვენ გაქვთ ბავშვები, თქვენ გაქვთ ოჯახები, თქვენ გაქვთ თქვენი პასუხისმგებლობა და თქვენ ვერ მიატოვებთ აქაურობას. კიდე გეუბნებით, სად უნდა წახვიდეთ? წასვლა ყველგან შეიძლება, მოდით ასე ვთქვათ, მაგაა სწორედ თავარი მიზანი, რომ როგორმე წახვიდეთ აქ. ამიტომ ჩვენ რომ რაციონალური საუბარი გამოგვივიდეს, თავრობა უნდა ვიფიქროთ, ესე გვექცევა თუ რაიმე კონკრეტული არის, სადაც ვთქვათ ამ პრემიერი გამოვიდეთ ჩვენ საკითხზე და პირდაპირ გავავრცელოთ, რომ ვთქვათ მაღარ უელებს არ ეკუთვნის მაღარ ვანს გავსი რამე. მოდით ასე ვთქვათ, თუ ჩვენ კუთვნილებაზე ვსაუბრობ, დღევანდელი ქართული კანონმდებლობით ჭიათურმანგანუმი რაც იყო და ეხლა რაც არის ჯორჯიან მანგანუმი, მისი საკუთრება გარკვეულია. თქვენ ვინმეს თუ რაღაც შემოგჩათ აქციებისა, თქვენ მხოლოდ იმ მინორიტარული, ანუ მცირე აქციების მფლობელი იქნებით და როგორც ვიცი, არა გაქვთ არაფერი. ესე იგი, თქვენ დღეს საუბარი იმაზე, რომ თქვენ საკუთრებაში გადავიდეს, ეს იურიდიულად ახლო მომავალში წარმოუდგენელი. ამას უნდა მოყვეს ისეთი სასამართლო ძალები, რომელიც როდის რა დამთავრდება, ღმერთმა იცის. მე როგორ უყურებ ამ საქმეს, რომ მინდა თქვენ აი პრაგმატულად შესანიშნავი ხალხი ხართ, სახელი გეტყობათ, რაც ახართ, ზემო იმერლები ხართ, ქართველები ხართ, სულით, გულით და მეც თქვენი ერთ-ერთი რომიტყვიან თანამემამულე ვარ. ყველაზე დიდი კოლომისკისგან თქვენ ვერაფერს ვერ მიიღებთ. გამორიცხულია. ის არ არის ის კაცი, ვინმეს რო ელაპარაკებოდეს, თავისი უბედურება, უკრაინისტვის უბედურება ის და ჭიათურმანგანუმისთვის მით უმეტეს უბედურება. თავარი ღერძი უნდა იყოს მიმართული იმითკენ, რომ საქართველოს მთავრობამ გააფიქსიროს თავისი პოზიცია და ვალდებული ამის გაკეთებისა, რატომ? დავანებოთ თავი ჭიათურმანგანუმს როგორც წარმოებას. ეს არის ქალაქი, რომელიც საქართველოს შემადგენლობაში. აქ არის ქართველები, რომელთა ოჯახები აქვს. რა ელის ამ ოჯახებს? ყველაზე მთავარი ჩამოაყალიბეთ ზუსტად, თუ თქვენი პრობლემები არ იქნა მოგვარებული, რა გელით თქვენ ამ ქალაქში? ძალიან ცუდი პერსპექტივა. სწორი, ქალაქს დაცლა ემუქრება. ესე იგი, ჩვენი მთავარი ზეწოლის მექანიზმი არის მთავრობა, ის არის აღმასრულებელი ხელისუფლება და ჩვენ უნდა უთხრათ, რაც უპირებთ საქართველოს მთავრობა ამ ქალაქს. დავანებოთ თავი წარმოებას. რაც უპირებთ? არ ერევა ბაზარში, არ ერევა კერძო სექტორში, მაშინ ჩვენ უნდა უთხრათ, მას რომ ის უპასუხისმგებლო ადამიანია, იმიტომ რომ ვინმეცა იმის უფლება, რომ ქალაქი, ერთ-ერთი ქალაქი, მონოწარმოებაზე აგებული ქალაქი, ბაზრით სტიქიაც მიანდოს და რაღაც სისულელეები გვითხრას, სწორია? ესე იგი, მთავარი არის კარგად ჩამოყალიბებული ემოციის გარეშე, რაც უპირებთ მთავრობა ამ ქალაქს, რაც გიპირებთ ათასობით ადამიანს. ჩვენ უნდა მოვახდინოთ, ჩვენ რაც შეგვეძლება, ყველანაირად მოდი გამოვურთე და პირდაპირ და ჩვენ უნდა მივიღოთ სოციალური პირდაპირ პასუხისმგებლობით გამშვალული პასუხი. რა ბედი ელის ჭიათურაში მცხოვრებ ათასობით ოჯახს. მაგ იყო ჩვენი სიმსივნობის მიზეზი ზუსტად. დიახ. თავრობის პასუხი. მე კიდე გეუბნები, მე რატო გეუბნებით, მე გითხარით, მე ჭიათურმანგანუმი ბუღალტერიის დონეზე ვიცი და აბსოლუტურად მთელი ჭიათურის რაიონი ვიცი. რაც არის, რა პრობლემებიცა, სადაც არის, ყველა მაღარო ფეხით ამაქვს დავლილი, რომ იცოდეთ, ასე რომ არაფერი ახალი ჩემთვის არ არის. 95 წელს რაც იყო უბედურება, კიდევ უფრო უარესისკენ არის, წასული და არაფერი მოგვარებული არ არის. ესე იგი, აქცენტი უნდა გაკეთდეს იმაზე, თუ რა ელის ჭიათურაში ცხოვრებ ათასობით ადამიანს და ათასობით ოჯახს, მათ შორის ბავშვებს. მეორე, ამ
ზეწოლის მიმართულება არის საქართველოს მთავრობა. აღმასრულებელი სტრუქტურა არის მთავრობა. სხვა ვერაფერი ვერ იქნება. ნუ საკანონმდებლო დონეზე იმ პარლამენტის შემკურე, რასაც თქვენ უყურებთ, იქედან რაიმე ინიციატივა და პრობლემის გადაწყვეტა არ მოხდება უბრალოდ. ამიტომ ილუზიებში არ უნდა ვიყოთ. ერთადერთი შემსრულებელი, აღმასრულებელი რგოლი დღეს საქართველოში არის საქართველოს მთავრობა. საქართველოს მთავრობას ძალზე დეტალურად რომ დაუდებთ პრობლემებს, აი ესა პრობლემები. ამდენი 1000 კაცი, ამდენი ბავშვი, პრობლემა სამსახურისა, პრობლემა ქალაქისა. მოდი, უბრალოდ წარმოვიდგინოთ. არაფერი არ გამოგვიდგეთ, გადაწყვეტეთ, აბა ეხა ხო არ დაიხოცებით. თუ აქ არ გამოგდით, არაფერი სადღაც უნდა წახვიდეთ და რა რჩება ამ ქალაქში? ესე იგი გამოდის, რომ ეს უნდა გაპარტახდეს. ესე იგი საქართველოს მთავრობა აცხადებს თანხმობას ამ ქალაქის დახურვას. საქართველოს მთავრობა ამაში არ ჩაებნება. გამოდის, რომ ის მზად არის ქალაქი ჭიათურა აქციოს ნანგრევად. თქვენ კარგად იცით, მეც კარგად ვიცი, როცა მე ვიყავი აქ შემოწმებაზე, ველური თხრები იყო და თქვენ კარგად იცით, რომ მიწის ზედა დაპირული დამუშავება რომ მოხდეს მოსახლეობა უშლის ამას, ხო? სოფლებია, ჭიათურაც ისია, ესე იგი ზუსტად. ყველა დავლილი მაქვს, სადაც კი არის, ესე იგი თუ თქვენ მალე წახვალთ აქედან, მით უკეთესი, მაშინ კომპანიისთვისაც კაია. ვის უკეთესი ვისთვის? კომპანია კოლომოისკის. კოლომოისკის, რა თქმა უნდა, მაშინ მას არ დაჭირდება დიდი მაღაროების თხრა, მაფიოზებისთვის. დაამუშავებს ყველაფერს. ეგარი იდეა. თაღლითები. 100% სიმართლეა. 100% სიმართლე ჩვენს მაგას. ესე იგი, მე პირადად, როგორც ამ ქვეყნის ჩვენნაირი მოქალაქე და გულშემატკივარი, იმიტომ რომ მე ჩამოვედი ზუსტად როგორც გულშემატკივარი და არა როგორც სხვა ფუნქციის ადამიანი. იმისთვის რომ შედეგი მივიღოთ და მე მგონი უნდა მივიღოთ, რატომ? თუ მთავრობა გვეტყვის ჩვენ, რომ ჭიათურა მას არ აინტერესებს, ჭიათურა როგორც ქალაქი შეწყვეტ საცრებობას, ამიხსენით ერთი, როგორ უნდა იარსებოს ჭიათურაში ჭიათურელებმა, რამდენი მასწავლებელია სკოლის? რამდენიმე 100 კაცი. მინიმალურია ძალიან რამდენია მერიის თანამშრომელი? კი ბატონო. ბაღი ესენი ხო? ამად გარდა 15%-საც ვერ შეადგენს დანარჩენი ეკონომიკურად შემოსავლების გარეშე. ესე იგი, თუ ამაზე ღია პასუხი არ იქნება და თქვენ მთავრობა გეტყვით იმას კიდევ გაიმეორეთ სისულელეს, რომ ბაზრის მოქმედებაში არ ერევა და კერძო სექტორის საქმიანობაში არ ერევა, მაშინ თქვენ გეცოდინებათ რასთან გაქცევთ. ჩვენ ყველას გვეცოდინება, იმიტომ რომ მეც და თქვენც მე უნდა გადავდგა ყველა ის ნაბიჯი, რომელიც თქვენთან იქნება შეთანხმებული. და თქვენ თავარ მიზანს იქნება მომსახურებული. მე ჩემი დამოუკიდებელი მიზანი ის არის, რომ კარგად იყოს ეს ქალაქი და იცხოვროს და გამიტარდეს ზღაპარია, ხო? ეს ქალაქი კი არა ზღაპარია. სილამაზის თვალსაზრისით, პლუს ხალხის თვალსაზრისით, ზემოიმერლები ცოტა სხვანაირი მომართული ხალხია, ძალიან კარგად მომართული ხალხია. ამიტომ აი ეს არის დიდად რო არ შეგატყუხოთ, მე თუ რაიმე კითხვა მითხარით, თავარი გონიერი, გამიზნული ემოციის გარეშე პრაგმატული ნაბიჯები, რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ საკუთარ ქვეყანაში, თავრობა რაც უპირებს 6-დან ერთ-ერთ ერთი და თუ ჭიათურაზე თავრობა უარს იტყვის, მაშინ სხვა ქალაქებს რა გარანტია აქვს, რომ მათზეც არის? თუ ჭიათურაზე მთავრობა ვარს იტყვის, ეს იქნება წინვალე მისი მხრივ, წინვალე გაჩიფრა საკუთარი თავისა, რომ იგი ჭიათურის შემდეგ სხვას მიაგდება. მე ასევე ზუსტად ვიცი და ყველა შახტაში ზესტაფონი მე გეტყვით თქვენ 95 წელი იყო, როცა ამერიკიდან ჩამოვიდა დელეგაცია, მე მთხოვეს მაშინ გუბერნატორმა და ვიყავი მიმაგრებული და
მთელი 2 დღე არ მოცილებია ფაქტურად. და ხალხმა მითხრა, იმისთვის რომ თქვენი ხელისუფლება დარწმუნდეს ვინა ვარ, სიეტრილში ჩამოვიდეს, მათ რა წინადადება ქონდათ. ქონდათ წინვალე წინადადება. შემოსულიყვნენ ზესტაფონში და ჭიათურაში ერთდროულად გადმოეტანათ ყველაფერი ის ტექნოლოგიები, რაც არის და საქართველოს მაშინდელმა მთავრობამ არ შემოუშვა. ისევე როგორც ავტოქარხანაში არ შემოუშვა მერსედესი, რომლის ვიცე-პრეზიდენტს პირადად ვახდი მთელი წლის განმავლობაში და მას უნდოდა იქ სერიოზული კვანძები გაეკეთებინა. მე ვარ როგორც ისტორიული ამბების, პირადი მონაწილე გეუბნები. ამიტომ ვინ ყოფილა მტერი ჩვენი გვერდით? ამიტომ მე შემიძლია გითხრათ, ემოცია არაფერში არ გამოგვადგება, თქვენ იტანჯავთ ეხლა თავს. რა თქმა უნდა, რაზეა ლაპარაკი, ახლა ვინმე თუ მეტყვის აქ ყოფნით და ამ შიმშილობით თქვენ კარგად გძნობთ, არა, ეს არის თქვენი დასჯა. ნახეთ პატივცემულო რაშიას არის. პირველივე დღიდან პროტესტიდან მაღაროელები არ ამბობდნენ ესეთ რამეს. მათ შორის დაჭერილი ბიჭები, მათ შორის მოშიმშილეები. შიმშილობა დაიწყო ერთი მოთხოვნით, რომ ცენტრალური ხელისუფლება ჩვენთან დაჯდეს სასაუბრო. საუბარი იყო. ყველაზე მეტი ჩიხი გამოიწვია იმან, რომ ჩვენ გვჭირდება გარანტიებიო პირველივე დღიდან 2 თვენახევარი გადის. მეტი არაფერი არ უთქვია ამ ადამიანებს, რომ ჩვენ აქ ვიცით რა არის პრობლემები. თქვენ რასაც საუბრობთ, ეხლა ეგ პირველივე დღიდან ეგრე გვაქვს გაჟღერებული, რომ ჩვენ გვჭირდება სახელმწიფო გარანტიებიო. სახელმწიფო არის ჩვენი ბატონ პატრონი, სახელმწიფოა ჩვენი, ესე ვთქვათ, მამა, დედა, კეთილის მსურველი და კომპანიას, რომელსაც ვენდეთო წლების წინო, შაშანწინო არ შეასრულა. ისევ უმუშევარი დავრჩით, ისევ ბანკის ვალებთან დავრჩით, ისევ მენეჯმენტმა ვერ გაამართლაო და ეხლა რომ რაღაცები უნდა დალაგდესო და პირობითად დაიწყოს მუშაობა. არა აქვს ამ ხალხს იმის პრეტენზია, რომ ის იყოს და ის არა. ვინც მოვაო ამ ესე ვთქვათ საუბარში, გადაწყვეტაში, ესე ვთქვათ რაღაც ჩამოყალიბებული ხო არის რაღაცაზე რომ შევჯერდი. ამაზე იყო სახელმწიფო ჩართულობა, ოღონდ ამ ჩართულობაში და ამ სამხრივ კომისიაში ჩვენ დავჯდეთო. პროფკავშირი კომპანია და სახელმწიფო კი არაო მარტო, ჩვენც ჩავხვდეთო 2-3 მშრომელი ადამიანი, ვინც ვიცით პრობლემებიო, ჩვენი ყურით მოვისმინოთო და რაღაცაზე რო შევჯერდებითო, იქ იყოსო ისეთი ბეჭედი დასმულიო სახელმწიფოს მხრიდან, რომ ამას ვიღაცა თავისნებით არ გადაუაო, არც იმ სიტყვასო და არც იმ ხელმოწერისო. ეს იყო მთავარი მიზანი და მოშიმშილებით, ეხა შიმშილობენ ერთი მოთხოვნით, რომ სახელმწიფო დაჯდეს ჩვენთან, სასაუბროთ, რომ ვაცოდინოთ რა არის პრობლემა, ვაცოდინოთ გამოსავლის გზები და როცა შევჯერდებით კომპანია და სახელმწიფო, რომ კომპანიის წარმომადგენელი თუნდაც ეს მენეჯმენტი ამბობს, რომ მე ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ აქ 3600 კაციდან 2500 კაცს დავასაქმე. თუ ის ამბობს, რომ მე 1000 კაცზე მეც ვერ დავასაქმებ, უკვე პრობლემა არის, იმიტომ რომ 2500 ადამიანს ასუშვებით, ხო? ეს იმხელა ციფრია, მაგრამ პირველივე დღიდან ამბობენ ეს ადამიანები, რომ ყველა მომუშავე მანდ არ არის, ყველა საჭირო მანდ არ არის. ჩვენც დაგეხმარებით იმ ხალხის გაცხრილვაში, ვინც ვერ იღებს დოვლათის შექმნაში თავის წვლილს, ვინც არის გაბერილი შტატები, ვინც უაზრო დიდ ხელფასებს იღებს, თორე რამე საწინააღმდეგოს კი არ იძახოდნენ, ან სახელმწიფო საწინააღმდეგო კი არაფერი გქონდა. უბრალოდ გვინდა ჩართულობა იმ დონეზე, რომ მინისტრის მოადგილემ კი არ გადაწყვეტოს, ან რომელიღაცა სამინისტროს მოადგილემ, იმიტომ რომ ესეთი გადაწყვეტილებები შარშანწინაც იყო და არ შესრულდა. მოეწერა 14 პუნქტიან ხელმოწერას შეთანხმებას ხელი, რომელიც 14 პუნქტიდანაც დაახლოებით 70% არ შესრულდა და ერთი წლის თავზე კომპანიამ თქვა, რომ დათხოვნილები ხართო. ამის პასუხისმგებლობას ვერავინ ვერ იღებს, იმიტომ რომ ეს ხალხი ისე უმუშევარი დარჩა, ისე ბანკებთან დარჩა და ზუსტად ეგ არის მიზანი სახელმწიფოსი ჩვენი, რომ ჩვენ ვამბობთ, რომ თქვენ ხართ ის ადამიანები, თქვენ ხართ ის ძალაუფლება, ვინც ამ ბიზნესს მე ეტყვის, რომ ჩვენ რო შევთანხმდით კეთილი ინებეთ და შეასრულეთ ეს ყველაფერი, რო შევთანხმდებით რაღაცაზე, როგორ ვაპირებთ მაგალითად მუშა პროცესის გაგრძელებას. იქ ხო არის თავის დროზე შეიძლება არასწორად გაიცა ის ლიცენზიები, მაგრამ იმ ლიცენზიაში წერია, რომ მაღაროების გარეშე მოპოვება არ უნდა იყოს ჭიათურაში. ეხლა თუ ვიღაცას იქ თავისი რაღაცა ინტერესები დაულაგდა, ამ ხალხმა უნდა იცოდეს რა ინტერესები დაალაგდა.
თუ ვიღაცა პირდაპირ იძახის რომ მე არ მჭირდება პენსიონერები, ხო? ეს გაცხადებული უნდა იყოს, უნდა იცოდეს ამ ადამიანებმა რომ ჩვენ რამდენი ვრჩებით უმუშევარიო და თუ ეს ციფრი არის მინიმუმ 50-60%, ეს პირდაპირ მოდის წინააღმდეგობაში როგორ კაცო რას უშვებით ამ 2000 ადამიანს, ამ 2000 ოჯახს ჭიათურაში. იმიტომ რომ ეს 2000 ოჯახი 200 ხო არ არის რომ ვიღაცა უცებ წავიდეს სხვაგან ნახოს ან აქ ამ ქალაქში დასაქმდეს ან თბილისში ან საზღვარგარეთ 2000 ადამიანი არის პლუს ოჯახი. აქედან გამომდინარე ვიღაცას რაღაცა ხომ უნდა კონდეს გეგმა და თუ ვინმე მოდის აქ გეგმი არ მოდის სწორად და ისევ დაჯდნენ დღეს ახლა დგას საკითხი რომ გადავწყვიტ ეს ჭიათურის ბედი დაალაგდა მუშაობას ვიწყებთ მაგრამ არავის არ გამოუტანია გარეთ როგორ აპირებენ ამის გაკეთებას. არა ხალხისთვის მუშა დასაქმებულებისთვის არა უხსნიათ ან რა კონკურსი იქნება ან რამდენი დასაქმდები ან გარანტია ვისგან იქნება უბრალოდ კომპანიამ გადაწყვიტა ერთ-ერთმა ახალმა მენეჯმენტმა და იმ ახალმა მენეჯმენტმა რო თქვას ისევე 5 თვეში ან 1 წელში რომ ვერ გაამართლა 100 არ მოხდა ანუ ამისი პასუხისმგებელი არავინ თუ არ არის რა აზრი აქვს მაშინ ამ ყველაფერს და ხელისუფლება ჩვენ იმას ვიძახით რომ ხელისუფლება უნდა იყოს ამისი გარანტორი. ხელისუფლებას პირიქით ვაძლევთ ჩვენ იმის ლეგიტიმაციას, რომ თუ რამე ბერკეტი გაქვს, ჩაერია, იმიტომ რომ ეს არ არის ერთი ჩვეულებრივი ბიზნესი. პირიქით ხელისუფლებას ვეუბნებით, რომ ჩვენ ვართ თქვენი მეგობრები და თუ სადმე არ გეწიფება, რომ ჩაერიო რომელიმე ბიზნესში, ხალხი გიგას შენ ზურგს უკან და ხალხი გიმაგრებს ზურგს, რომ ჩაერიე რა დონემდე შეგიძლია, რომ გარანტორი იყოს აქ და იძულებული გახდეს კომპანია, რომ სწორად მართოს სწორი მენეჯმენტი გაატაროს, ხარჯები დააბალანსოს და ამ ყველაფრის ფონზე აუცილებლად იქნება ჭიათურა მომგებიანი. ჩვენც გვესმის რომ ეხა 3600 კაცი გაბერილია. ეს ბიჭები მაგას იძახიან, ის დაჭერილი მერაბსარალიძე მაგას იძახოდა პირველივე დღიდან რომ აქ არის ბევრი წურბელა, ბევრი შემოგდებული, გადაჭედილი კადრები და ზუსტად გაცოდინებთ თქვენ თუ არ იცით, მაგრამ ეს კადრები კი არ უნდა ჩამოვიდეს 1000 კაცზე და 1500 კაცზე. იმიტომ რომ უბრალოდ 3-4 მაღარო გაიშვას და დანარჩენი ღია კარიერით გადავთხარო. და ხელისუფლება რომელიც ახლა ზრუნავს თავის ხალხზე, ზრუნავს თავის ქალაქზე, ეს როგორც თქვენ თქვით ახლა ჭიათურა არის ამ სახელმწიფოს ერთ-ერთი ულამაზესი შემადგენელი ნაწილი. და თუ არ უნდათ რომ გადაითხაროს რეგულაციებში ხომ უნდა მოექცეს. იქნება და მოდის ის ადამიანი, ის ახალი ინვესტორი ამბობს რომ მე რეგულაციებით უნდა გავაკეთო ეს ყველაფერი, მაგრამ არსად არ ჩანს რა რეგულაციები. და თუ არის ეს რეგულაციები და თუ არის რაღაცა ჩარჩო სამოქმედო გეგმა, ამაზე ვინ დააწყავს ბეჭედს? მინისტრის მოადგილე რო შეიცვალოს, მაგით მე ვის მოთხოვენ ეს ხალხი პასუხს? ამ ქალაქის მაცხოვრებლები რო ამბობენ რაღაცა ცოტა გაჯანსაღდეს, რაღაცა შეიქმნას ალტერნატივა ამ ქალაქში. ამისი გარანტორი უნდა გახდეს უმაღლესი ხელისუფალი. და ჩვენ გვინდა იმათთან დაჯდომა და უთხრათ, რომ აი ეს არის პრობლემა და ეს არის გამოსავლის გზები და დაგვეხმარეთ, დადექით ჩვენ გვერდში. ზეწოლა კი არ გააკეთე და პანჩური კი არ ამოარტყე. უბრალოდ იცოდეს რომ თუ არ გააკეთეს სწორად კურსი აგიწევ ხელს, იმიტომ რომ უკვე ჩემთან გაქვს შენ ხელმოწერა დადებული და ჩემთან ხარ შენ ანგარიშვალდებული როგორც ხალხთან. უბრალოდ ახლა ეს ერთი ქარხანა არის და 3600 კაცი ყავს და ვერ ჩავერევი, ეს ხო არ არის ქარხანა, ეს არის წიაღისეული. აქედან კი არაფერს ქმნიან, აქედან მიაქვს. და ეს არის მთელი ამ ყველაფრის არსი. და შიმშილობაზე ეს ბიჭები შიმშილობენ რომ უმაღლეს ხელისუფლებთან დაჯდეს ჩვენიდან ვინმე და მოისმინოს ჩვენი პრობლემები. მეტი კი არაფერი. შიმშილობით ციხეში ზიან ბიჭები, 4 ბიჭიდან 2 შიმშილობს. პირველივე დღიდან გამოაცხადეს შიმშილობა და თქვენს ესეთი რამე რომ ჩვენ შიმშილობთ მხოლოდ და მხოლოდ ერთი მოთხოვნით რომ ხელისუფალი დაჯდეს გარეთ დარჩენილ მშრომელებთან სასაუბრო. მეტი არაფერი, ის კი არ ვთქვათ რომ გაგვათავისუფლეთ და ასევათ და ისევათო. კიდევ ის მოთხოვნა თქვენს რომ ხელისუფლებამ მოაქციოს სწორად ყურადღება, ის კი არა რომ სამხრივი კომისია და შრომელების გარეშე გადაწყვიტონ ისე ყველაფერი. გასაგები. ამის არც იცეგი თავად. ესე იგი, რაც მე ახლა მოვისმინე, ითხრათ სიმართლე ამ მდგომარეობაში, მძიმე მდგომარეობაში ჩაყენებული ხალხი ასე კეთილგანწყობილი და ამხელა პასუხისმგებლობით იყოს საკუთარი ხელისუფლების მიმართ წარმოუდგენელია, მაგრამ ეს თქვენ ღირსებაზე და მოდი ასე ვთქვათ, თუნდაც იმ ზემო იმერლობას მივაწეროთ. მე შვაიმერელი ვარ, მაგრამ მაინც იმერელი. ესე იგი, ასეთი განწყობის ხალხს უყურადღებოდ მოექცე
ნიშნავს, რომ შენი თანამოქალაქე არაფრად არ მიგაჩნია. სასწაული პოზიცია გაქვს. ერთადერთი სწორი პოზიცია აქ იმისთვის, რომ ხელისუფლება მიიღოს სწორი და შეწონილი გადაწყვეტილება, თუ გნებავთ უკრაინული ფულმის მიმართ, პირველი რაც არის, უნდა გაიხსნას ყველაფერი და სპეციალური აუდიტი უნდა ჩატარდეს მთლიანად წარმოდგეს. იმისთვის, რომ არ იყოს საუბარი ამდენი კაცი იქნება, იმდენი კაცი იქნება, წამგებიანია, მომგებიანია, სრული ფინანსური ანალიზი ჩატარდება, სრული ინვენტარიზაცია ჩატარდება, რა სამუშაო ადგილებია და ასე შემდეგ და ამის შემდეგ თუ საჭირო იქნება საქართველოს მთავრობამ სწორად ამოქმედოს, რა თქმა უნდა, მესამე და მეოთხე მოადგილის დონეზე ალაპარაკებს ვინმე სამსავ საქართველოს მთავრობა უნდა მიიღოს დადგენილი. ჭიათურ ქალაქ ჭიათურასთან პირველ რიგში და შემდეგ უკვე ამ წარმოებასთან არაფერი არ არის საუბარი იმაზე, რომ შეიძლება ექსპროპრიაცია მოხდეს და არაფერი, შეიძლება ცივილიზებურად გამოიწყიდო ის ხარჯები, აუნაზღაურო იმ ფირმას, რომელიც შემოსულია, თუ რაიმე ხარჯები აქვს, მე არ მგონია ხარჯები კონდეს რაიმე, და მიიღო შეწონილი პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკური გადაწყვეტილება. მე ეს არ მაინტერესებს. თქვენ თუ მიახლოებით იცი დაახლოებით თვეში რამდენ მარგალეთს აწარმოებთ? წელიწადში არის მინიმუმ 400,000 ტონა გეგმით, მაგრამ რეალურად ბევრად მეტია ნაწარმოები. ბევრად მეტი. ასევე არის რას ქვია ბევრად მეტია? და აღურიცხავი იქნება. და აღურიცხავი ხდება. გვაქვს მონაცემები. და მე მთავრობას თუ აქვს ეს მონაცემები და მივაკვირთ ამ მონაცემებს იკოლოგოისტის აკაც დაიჭერეთ, მარტო იქი არ დაიჭერეთ. არ დაიჭერეთ. გვაქვს 1 ნოემბრიდან ჩვენ გავჩერდით, სამთო წარმოება გაჩერდა. არ დაიჭერენ და ესე იგი თვითონ იღებდა. სპეციალური მართვის რეჟიმიდან ეჭვის არ მეპარება. 1 ნოემბრიდან 1 მარტამდე ჯორჯიან მანგანეზმა კოოპერატორების ხელით მოიპოვა, გავეცხა, შეისყიდა და გადააგზავნა ზესტაფონსა და რუსთავში 70,000 ტონა მანგანუმი. 40%-იანი ხარისხით, 50%-იანი ხარისხიანი რუსთავში 40%-იანი. ანუ მაღაროები გააჩერდა. მაგრამ და ამ დროს ამბობს, რომ ნულოვანი მოგების ხარჯზე მე 60%-ს ვიხდი ჭიათურაში. ასევე ანუ იხედან იხდის კიდე მოგებაში რჩება. კიდე გამარჯვეს. მაგრამ სასაცილო აქ იცით რა არის? რომ ისე გაიტანა კერძო პიროვნებები მეწარმეებისგან ეს არანაირი ვალდებულებები არ გააჩნია ამ მეწარმეებთან, მიცემს ლიცენზიით გათვალისწინებულ რაღაც მიწის მონაკვეთს, მოთხრიან, გარეცხავენ და ამას ჩააბარებენ ტონა პროცენტს $2. და ისე წაიღო ეს მანგანუმი თანხა არ დაუტოვებია. და ესეც ჩვენ რო უკვე 20 თებერვალიდან ქუჩაში გამოვედით, იმიტომ რომ 2 თვის ხელფასი არ დაურიცხია, იმ 60%-ისაც კი და ბანკებმა შეჭამა ხალხი და ფაქტიურად მაღაზიების ნისიებმა შეჭამა ხალხი და გახდა იწილებული ქუჩაში გამოსულიყო. მანამ 23 იანვარს, როდესაც კიდევ ერთი მორიგი ხელფასის დაგვიანება იყო, ჩვენ შევხვდით ადგილობრივ ქალაქის მერიას და მოახსენეთ, რომ ქალაქში იძაბება სიტუაცია, ხელფასების დაგვიანება იწვევს პრობლემებს, კომუნალურების ვერ გადახდას და ასე შემდეგ. და ვიდრე დიალოგის რეჟიმი შესაძლებელია და მოლაპარაკების მაგიდასთან შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება, ჭირდება სასწრაფოდ იმ ხელმომწერი ადამიანებთან შეხვედრა, ვინც 4 თვიან გაჩერებაზე კომპანია მოუწერა სახელმწიფოსგან ხელი. შეგვირდა შეხვედრას, გადაიდო ერთი პირით, ორი პირით, შემდეგ ერთი თვით და ბოლოს უკვე 27 თებერვალი იყო, უნდა შეხვედროდნენ და მოიმიზეს და დასავლეთში დიდთოვლობა მოვიდა და იქ მივდივართ საშველად. ანუ ხალხი ქუჩაში გამოვიდა, გახდა უმართავი სიტუაცია. ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ დარიგდეს აუცილებლად ხელფასები, განულდეს ნამატი საპროცენტო განაკვეთი ბანკებისგან. რადგან თუ ხელფასი დარიგდება და ბანკი ამ ყველაფერს წაიღებს, ისევ მშიერი დარჩება ჭიათურა. გარდა ამისა, კარგად აღნიშნეთ თქვენ, თუ ჭიათურაში ხელფასი არ რიგდება, შია ყველას. მაღაზიის გამყიდველ საათს, ყველას აბსოლუტურად. ის მასწავლებლის პედაგოგის აღებული ხელფასი, ბაღის თანამშრომლის აღებული ხელფასი თუ მარშრუტის ძღოლის აღებული ხელფასი საერთოდ არ ნიშნავს არაფერს და მათ შორის არც
კერძო მეწარმეებს, ანუ კოოპერატორების აღებულ დარიცხული ხელფასები, რომელიც არც მოხდა იმ ზამთარში 70000 ტონა ისე გაიტანა კომპანია. ამიტომ გახდა იძულებული ხალხი და ქუჩაში გამოვიდა. ჩვენი მოთხოვნა იყო ხელფასები, ჩვენი მოთხოვნა იყო რომ ბანკებს მიეხედა გრძელვადიანში უკვე რახან უკვე გამოსული იყო ხალხი და ეს არ იყო პირველი 2019 წელს 2023 წელს ორი აქცია ჰქონდა 19-ში ერთი 24-ის ნოემბერში კიდევ აქცია ჰქონდა 25-ში კიდევ და დავაყენეთ უკვე ამ კომპანიის არა CMC ჯგუფის ჯორჯიან მანგანეზის ამ ქალაქში არსებობის საკითხი. სწორია. რადგან ისა თავი ყოველწლიურად რახან ესე ამშევს და პრობლემებში ტოვებს და ბანკის ვალებში ტოვებს და შემდეგ ეს პროცენტები უკვე იზრდება და ძირ თანხას რაც ვისესხენ მე ბანკიდან 3ჯერ და 4ჯერ ასრებს, მე აღარ მიღირს უკვე აღარც მაღაროში მუშაობა და აღარც იმ ბანკ უკვე შემჭამა ბანკმა. ჩემი ხელფასი ვეღარ წდება ბანკის ვალებს, ამიტომ ამ დღეში მე ჩამაგდო კომპანიამ, რომ მე სესხი გავაკეთე ხელფასის საფუძველზე და არ გახდა სტაბილური ეს ხელფასი და ჩამაგდო კომპანიამ ამ დღეში, ამიტომ უკვე მეოთხეთ რახან მომატყვა მე ჯორჯიან მანგანეზმა კეთილი იმებოს და წავიდეს აქედან სახელმწიფო გახდეს პასუხისმგებელი, მოხდეს ნაციონალიზაცია სახელმწიფოსა და მუშათა კლასის მმართველობით, მოხდეს ამ კომპანიის მართვა. ასევე გქონდა დაყენებული ფონდი, რომელიც ითვალისწინებდა მომავალი დასაქმების გეგმა ჭიათურაში, რადგან ეს მანგანუმი ამოიწურება აუცილებლად, არ იქნება ეხლა თქვენ როცა ბრძანდებოდით, მაშინ იყო საკმაოდ ბევრი, ამ 20 წელიწადში უკვე 30 წელიწადში უკვე საკმაოდ გაღარიბდა და 20 წელიწადში ძალიან გაღარიბდება. და აღარ იქნება ერთდროულად ჩვენ შვილებს თუ შვილიშვილებს აღარ ექნება და ალტერნატიული სამუშაო ადგილი და სამუშაო გარემო უნდა შეუქმნას ამ დოვლათმა და ის რომ 1 მილიარდის ყველაზე ცუდი წელიწადი იყო შარშან 2024 წელი ჯორჯიან მანგანეზისთვის ექსპორტის იმაში საქართველოში მეორე ადგილზე გავიდა და 1 მილიარდი ლარის ექსპორტი განახორციელა სილიკონ მანგანუმის და ფერომანგანუმის და ამ ხელა წარმოების მიუხედავად ჩვენ მაინც გაგვაჭირდა, მაინც კრიზისში ვარ იძახის და ამიტომ ვალდებულია რომ დატოვოს კომპანია. ასევე გვინდა რომ 5% დატოვოს ქალაქში ამ 5%-იან ფონდს მართავდეს კერძო სპეციალისტები და არა მერია. ქონდა მაგაზეთ დავა მერიაში რომ ჩვენ გვირიცხავს კომპანია ამ თანხებს და თქვენ რაღაც ითხოვთ რა წილში შედიხართ, მერიასთან ჩარიცხული თანხები არსად არ ჩანს. აყრიან ამ ქვაფენილს, აქ რაც არის დააგებენ ახალს, დააგებენ ბეტონის გზას, რომელიც კიდევ იქ გარიგებებია 1000 მთელი ამბები, ქალაქს არაფერი არ ეცხება აბსოლუტურად და ახალი სამუშაო ადგილები არ იქნება. პარკს გააკეთებენ აგერ სანატორიუმში, რომელიც 1 წელიწადში დაინგრევა, იმიტომ რომ არ არის გეგმა და შესწავლილი ნიადაგი და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენ გვჭირდება სტაბილური სამუშაო ალტერნატიული გარემო. და ამ ფონდში ვხედავთ ამ სამუშაოს შექმნის აუცილებლობას და შესაძლებლობას და ასევე ეს ფონდი უზრუნველყოფს მომავალი თაობის განათლებას, უმაღლეს განათლებას, რადგან ჭიათურელ მაღაროელს არ აქვს იმის საშუალება, რომ ოჯახიც არჩინოს, პარალელურად ბინა იქირაოს თბილისში თუ სადაც იქნება და სწავლის თანხაც გადაიხადოს. ეს ფონდი ამის შესაძლებლობებს იძლევა, ნამდვილად არის ამის რესურსი, უბრალოდ ჭირდება მზაობა და კეთილინება როგორც მთავრობისა, ასევე კომპანიის. ესე იგი თქვენ ახლა ჩამოაყალიბეთ ის, ვისი ჩამოყალიბებაც მე ვფიქრობ, რომ არც ეკონომიკის სამინისტროს აქცეთ თანამშრომლებს არ შეუძლია და მათ შორის თავშიც არ მოუვა. ეს არის ის, როცა ამ ქალაქის შესახებ დღესვე უნდა იქნას დაწყებული უახლოეს პერსპექტივა, თუ როგორ ჩანაცვლდება ჭიათურ მანგანუმი, აუცილებლად, როგორ მოხდება ახალი სამუშაო ადგილების რა დარგები განვითარდება, რაც თქვენ თქვით, პროფესიულ დონეზე არის ძალიან კარგად გაკეთებად. ერთადერთი რაც ამას ჭირდება არის პოლიტიკური ნება. ამიტომ მხოლოდ პოლიტიკური ნება. დავივიწყოთ კოლომიისკი. კოლომიისკი ეს ქვეყანა საერთოდ დიდი ბოდიში და ცალფერზე კიდია. 70,000 ტონა ხო გაიტანა. 4 თვეში. საბაზრო ფასით ხო გაყიდა. გადაამრავლეთ ახლა ის და მიიღო თუ არა სერიოზული მოგება? მიიღო. 2 მილიარდამდე არა.
ამიტომ მოდი ასე გავაკეთოთ. რაც თქვენ თქვით, წავიდეს, მოვიდეს, არა. თუ თავრობა იღებს შეწონილ გადაწყვეტილებას, ეს გაუშვას და არ არის საუწყებელი ნაციონალიზაცია, ახალი კონკურსი გამოაცხადოს უკვე ისე რომ კომისიაში თქვენც იყოთ და იყოთ რაც შეეხება სააქციო საზოგადოებას, თუ სააქციო საზოგადოება სწორად იქნება აგებული და არა ქართულად, თქვენ ყველას გექნებათ საშუალება მართვაში მიიღოთ მონაწილეობა. მერე რა რომ მინორიტარული აქციონერები იქნებით, თქვენ ხო ინფორმირებული იქნებით იმ წლიურ შეკრებებზე, იმ ანგარიშებზე, ყველას დაგირიგდებათ, გეცოდინებათ ყველაფერი. ამიტომ ეს საქმე გადასაწყვეტი არის საქართველოს მთავრობით, იმიტომ რომ ეს არ ეხება მხოლოდ ამ ორგანიზაციის კარგად ყოფნას. ეს ეხება ჭიათურის მომავალს. ამიტომ თქვენი პოზიცია არის გასაოცარი, მე მიყვირს რა ხალხი ზის საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში, როცა თქვენ დაგინახავთ, დაგელაპარაკებათ და ის რაც ეხლა თქვით მოისმენთ და წავა და ყველაფერს დატოვებს. ესე იგი ჩვენ მაშინ უნდა ვიცოდეთ სერიოზულად. არის სვლები, ყველაფერი სწორად უნდა დავიცოთ. ჩვენი ადრესატი არის ამ საქმის მოსაგვარებლად საქართველოს მთავრობა, პირველ რიგში ეკონომიკის სამინისტრო. მან უნდა შეიმუშაოს ყველაფერი და წარუდგინოს მთავრობას დასამტკიცებლად. მე პირობას გაცნობ თქვენ რომ რაც კი შემეძლება, მე გაოცებული ვარ, ეხა არ მიყვრის თქვენგან, მაგრამ ასეთი კეთილგანწყობით იყოს მთავრობის მიმართ ხალხი, რომელიც უზარმაზარ პრობლემებს შეძნეობის მაგარი კულტურის, მიხდით მაგარი შინაგანი კულტურის ხალხის აქციები. ეს არ არის ვიღაც ახირებული მოშიმშილე, რომელიც ესე იგი რაღაც ვიღაცის პოლიტიკურ გაკვეთებს ასრულებს. თქვენ ხართ ღირსეული ხალხი, ღირსეულად ლაპარაკობს და არაღირსეულად გექცევია. ვერსად ვერ ნახავთ სამართალს უკრაინაში. ჩემტერს რაც ხდება კოლომიისკის თან სამართლის პოვნა. აქ მის დაქირავებულ ფირმებთან არაფერი არ გამოვა. ადრესატი არის საქართველოს მთავრობა, პირველ რიგში ეკონომიკის სამინისტრო. მე რაც შეიძლება ყველგან გავავრცელებ ამ თემას, მე მინდოდა თვითონ დავწუნებულიყავი იმ სულისკვეთებაში, რაც თქვენთან არის და გითხრათ სიმართლე რომ მინისტრ უდიდესი მადლობა თქვენ რომ ასეთი ღირსეული ხალხი. პრემიერს მივმართეთ რამდენჯერმე, პრეზიდენტს მივმართეთ ერთჯერ. არა, მოდიში, ორჯერ მივმართეთ. მოდი ასე შევთანხმდეთ. და პასუხი რა იყო? ანუ აუცილებლად უნდა ვთქვა კიდევ რა. პასუხსაც აქცე მე. აბა არჩევნების დრო არ არის ჯერ. მათი ვიცით, მაგრამ სალიეთი გაზრდილი კაცი, ჭიათურის ოფელია სალიეთი. ვიცი. ვიღაც პაატა მოდებაზე, წარგვისდრა აგერ ზუსტად აქედან 10 მეტრაში უკან. და პირდაპირ ესე რა, არავით არის. პირდაპირ დაუმალავად, პირდაპირ ღიათ, ანუ ჩვენ ესე უკვე 54 დღე რო ქუჩაში ხარ ეხა. ჩვენ რა გვინდა ქუჩაში და რა ჩვენი საქმეა აქცია. ჩვენ ვარ ჩხომელი ხალხი ამას ვიზახით და ჩვენ უნდა ვიშრომთ. აქცია არ არის. დღეა შემშილობს. 13 დღეა უკვე მე პირადად გაშიშილო და უკვე არ არის პრობლემა იმის. ჩემ ხალხს ამდენს დაჭირდება, მანამდე ვიქნები და პაატას, მაგ პაატა მოდებაზის გამო ვიდგები მარტო აქ ხშირი და მწყურვალი. და რატო? მოვიდა 54 დღეს. ჯერ ადამიანობაზე თუ გაქვს საუბარი, ოჯახიშვილობაზე თუ გაქვს საუბარი, ქართველობაზე თუ გაქვს საუბარი, იმაზე თუ გაქვს საუბარი, რომ ჭიათურაში ვარ დაბადებული, გაზრდილი და ჭიათურის გვარს ვატარებ. ერთ სოლიდარული ხო შეიძლება, რომ 54 დღეა ქუჩაში დახარ და ადამიანი გამხნევა სოლიდარული ვარ თქვენს მიმართ. და როგორ იწყებს საუბარს? ამის კადრებიც არის ყველაფერი გადაღებულია, თვითონ ეგონა რომ არავინ არ იღებდა და იმის საუბარი მარტო გავრცელდებოდა ისე რომ საზოგადოება ვერ გაიგებდა. მოდის და გვეუბნება უკვე 54 დღეს ეს ჭიათურელი კაცი. მე ვარ სოცკის მარჯვენა ხელი. პირდაპირ ამ საუბრით ვიცი. მეო ნაყიდი მაქვს ტყიბულზეა საუბარი. არ გეგონოთ მარტო ქალაქი, თავის ხალხი და დამონებული მყავს. თქვენ გინდათ მუშაობაო, გამოყევით აგერ დაგიღოთ მაღაროსკარს და იმუშავეთ ოღონდ. თქვენ თუ გინდათ ჩემი მონობა. მე რა პირობებსაც შემოგთავაზებთ, იმ მონურ პირობებში უნდა იმუშაო.
და აი მაგის მერე მოიმატა იმ ტალღამ ნასვამი არა ჩაულებრივად რაც ხიზე გამოგებული ჩემია და ჭიათურაც ჩემია და პლუს კიდე ვინ არის პრემიერი და ვინ ერთი წამ და პლუს კიდე ვიღაცები უკვე გვაწებებენ იმას რომ თქვენ ან ოპოზიციაზე აქვს საუბარი რომ ის მხარე ხართ ის მხარე ხართ ეს მხარე ხართ ეს პიროვნება რომელიც მოდის და ამ საუბრის მერე რას გეუბნება მე არ ვაღიარებ არც პრემიერ-მინისტრს არც ვაღიარებ ხელისუფლებას არ ვაღიარებ საერთოდ ანუ კანონმდებლობაში თუ ვინმე წვიტავს კანონს არ ვაღიარებ არც ეს მაგათმა ყველამ ერთად ეს ქალაქი გაყიდეს და გიყიდეთ მე თქვენ ხართ ჩემი მონები და ეხლა იმას თუ გონია და მაგ წვით იღვიძებს და იძინებს რომ ჭიათურელი ხალხი წესიერი მშრომელი ხალხი ვინმეს მონობას ვაპირებ და მით უმეტეს პაატამოდებაძის მონობას ვაპირებ და ანსოცკის მონობას და იმ მოდი შანტაჟით და მე მინდა ბატონ პაატამოდებაძეს უთხრა მე მგონი თქვენ გონებიდან გადასული კაცი ხართ და ცუდად დაამთავრებთ იმიტომ რომ ასეთი შეურაცხყოფა მიაყენო ხალხს რომ თქვენ ტიმული გაქვთ ნაყიდი და თქვენი მონები არიან და ეს ხალხიც გინდა თქვენი მონები გახდეთ არ აღიარებთ ხელისუფლებას არ აღიარებთ კანონმდებლობას ამ უსუსური ხელისუფლების ბრალია თქვენი ეს თავხედობა მაგრამ ეს საშიში თავხედობა თქვენი მომავლისთვის არის საშიში თორე ამგან თქვენ ვერც მონებად გადაიხდით ვერც ვეგაიხდით და ვერც ამ ქალაქს იყიდით დიახ საქართველოს ხელისუფლებამ გაყიდა ჭიათურა ამაში 100% ამაში მართალი კი მართალი ხარ ამ ხელისუფლებამ გახადა გაუსაძლისი ჭიათურაში ცხოვრება მაგრამ ეს საღი ხალხია ფანტასტიკური ხალხია კიდე გეუბნები მიხარია რომ ჩემი თანამემ მე ვარ თქვენი თანამემამულე თქვენ ხართ ჩემი თანამემამულე ვირსებით სავსე ხალხი ხარ რაც შეგვეძლება ჩვენ მე მგონი ხელი ბევრ ადგილზე მიგვიწვდება ამას ყველაფერს ახლა მე იმდენად აგრესიული ვიქნები ამ ინფორმაციის გავრცელებაში და ამ მდგომარეობაზე მეტი არ შეიძლება რას ქვია ვიღაცა ბედავს დღისით მზისით ქვეყანაში რომ თქვენ ჩემი მონები უნდა იყოთო და მე თქვენ მაშინ რა გამოდის უნდა იერარქია ვიღოთ ხელში ადლობა ეს რა უბედურობა დაამთავრა როგორ გითხრათ კიდე მიკვის ტელეფონზე ზარი შემოვიდა ალბათ იქიდან უთხრეს რომ მიაყენეო და გატრიალდა წავიდა მერიაში მაგრამ ეს აზრი ოფიციალურად რაც მე ვთქვი ხატის წინ სალოცავით წინ დავიფიცე დშობლის წინაშე ვიტყვი რომ ეს ასე იყო და მარტო მე არ მომისმენია კადრებიც არის და ვინ არის დღემდე ვკითხულობ ანუ ოფიციალურად ვინ არის ეს პიროვნება რას წარმოადგენს ასეც რომ კიდე ასე არაკაცურად არა ადამიანურად თქვენ კი არა მევგზნობ თავ შეურაცხყოფილად რაც ამბობთ აი აგერ დათოა აგერ ზაქარია მანქანაში გადაწოლილი გაივლის გამოივლის კიდე არა ადამიანურად უნდა რომ რაღაც ზეგავლენა მოახდინოს ჩვენზე თავს გძნოს კომფორტულად მაგას მე ვაძლევ პირადად ერთ უბრალო ადამიანი ლეხი ადამიანი ჭიათურაში გაზრდილი ადამიანი რომ მაგ პაატამოდებაძე სანამ მე ვიქნები ცოცხალი აი ჩემით კომფორტულად ვერ იქნება ვერასდროს განა ფიზიკურად და რაღაც არავისთან ფიზიკურობაში არ შევდივარ მან უნდა იცადოს მარტივი რამ ამ ბატონმა ამ შეგნებაზე ამ ადამიანობას სულ მალე დრო როცა ის არა მარტო ვერ გამოჩნდება ჭიათურაში არამედ ვერ გამოჩნდება საქართველოში თუ გამოჩნდება და გასამართლება ძალიან მკაცრად შეიძლება მზის სინათლე ვეღარ ანახოს შეიძლება ჯერ რამდენად სწორად დავსვანგეთას ის მაინტერესებს და რა პასუხი იქნება თქვენ 90-იანებში როგორც გავიგებ ზანდებოდი თავდაცარებდით არა ის სახელმწიფო კონტროლია არა გასაგებია ხო რა მნიშვნელია არა აქვს მნიშვნელი ჩემთვის პირადად მაგას მნიშვნელია რა ჩახედული ხარ საქმეში მაგრამ როცა მიდის ლაპარაკი სახელმწიფოზე და სახელმწიფოს ვეხებით ხო სახელმწიფო იმას ვერ მიაღწია როცა ეს მიიღიდა ჭიათურა და შეიქმნა სახელმწიფო პაკეტი და ვინ გაყიდა ჯერ ისიც არ ვიცი ნორმალურად მოგონი ხო ეკონომიკის სამინისტრო გაყიდა გარემოს დაცვის სამინისტრომ გაყიდა თუ მნიშვნელობა რა თავრობის გადაწყვეტილების გარეშე არ გაკეთდებოდა არ გაკეთებულა მაგრამ ამ 38 თუ 40 წინ რო გაიყიდა და შეიქმნა სახელმწიფო პაკეტი სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის ის რასაც ეს ხალხი ითხოვს და რასაც ჩვენ ვითხოვთ იქიდან თუ არაფერი დებს აი რა შეიდვა
რამდენი ხანია 7-ში გეიყიდა დღეს არის 46 გაზდის ვადა 6-ში ხო, გაიყიდა არა, მაგას- 19 დეკემბერს ხო და არა რამდენი წელია რაც არის გაყიდული და 19. ამ 19 წელიწადში მარტო ჭიათურის დაქცევა იყო ჩადებული და მე რეაყვება თუ რა იდო ამ 40 წლის ანუ მანძილზე ხელშეკრულების შინაარსი გაინტერესებს ხوار იქნება ხო რომელიც ეგ არ არის ვიცით არა თორემ ჩემი აზრით ეგ არის მიასოგი მაგალითად აი იქ რადგან ეს ჯერ ჩვენ არც ერთვა არის კი ბატონო სწორი მე მეორე გეიყიდა ჭიათურა კარგი გეიყიდა 2007 წელს გეიყიდა დააჯინა სააკაშვილმა გაკოტრების მართველი გაკოტრდა გაიყიდა ნულოვანი აუქციონით როგორც ვიცი 3 გიგანტი ჭიათურა ზესტაფონი ვაცერიგეს მაგრამ ახლა რო არიან და ჩვენ ჩავყარეს ასე დღეში და გაკოტრდა ის რომელიც იყო შეფესებას ნულოვანით გაიყიდა შეფეს არ გადაიხადე ნულოვანი იქიდან გამომდინარე 130 მილიონად გეიყიდა 3 გიგანტი 130 მილიონი ეგ საკუმაროთან ხარი ამ ყველა საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი კომპანია არის სადაც ყველაზე 7000 ხალხსამეტია დამახსოვრებული და რა არ არის გიგანტი გასო და ეს ფასი ამასთან შედარებით რა არის მაშინ არაფერი ხო ეს არის გასაჩუქრება ერთი მაღაროს ითხვისის მაღაროს ჯართის ღირებულება არის 130 მილიონი დოლარი რაც ეხლა შეიძლება დავშალოთ მაღარო გამოვიტანოთ ჯართად და მიაღწევს მაგციფრს ხო და აი რის ეს რო გეიყიდა მიიყიდა ეს სამოიოიდე ერთ კომპანიას დღეს რო წევი გითხე გუშინ იყო თუ გუშინ წინ იმაზე რაც და ჩვენ ხელი უნდა მოვაწეროთ 11 შეფესი არის რის საფუძველზე დაყვეს ჯერ ეს შეფესეება რა სარგებელი ნახა პირველ რიგში ხალხმა იმათ რომ ეს გასაგებია ჩვენ ნახეთ ის რასაც დღეს ხდება ციათურაში და რაც უკვე 2019 წლიდან ხდება ხო თითქმის ყოველ წელს ხო უკვე 3-4 წელიწადი არის სრული წელიწადი მაგაროს არ უმუშავია ხო ასე არის და საბანკო პრობლემები იმატებს და იმატებს ყოველ გაჩერებას ხო და ჩვენ ვახსენებთ სახელმწიფოს ეს მოდის და სახელმწიფოს უთქიცებს რომ მე თვითღირებულება გამექცა უნდა გაკონტრდა ეს ობიექტი და არ მიღის და ხალხი უნდა გაუშვა სახში ხო გაკონტრდა არასდროს კომპანია გაკონტრდა კომპანია თუ გაკონტრდება მაშინ სახელმწიფო უნდა გადაიბაროს მართლობა და მოიძიოს ახალი ინვესტორი ხო ასეა ერთ-ერთი კიდე გეუბნებით აქ კომპანია რისი თავხედობის უფლებაც აქვს მიცემული საკუთარი ინტერესებისთვის აკეთებს იმას ის რომ თქვენ ამ მდგომარეობაში ხართ ჩაყრილი როგორ არა მე ჩანს ბოდიში მე საერთოდ ვიყავს საუბარი თუ ის როცა ამბობს რომ 9-დან 12 დოლარამდე მიჯდება ტონა მადნის მოპოვება მე გასაგებია რომ ხო არ ვიცი მაგრამ სახელმწიფო თავს უგანჯალებს ამ შემთხვევაში ასე გამოდის და ეძებს გამოსავალს ჩვენ მიმართებაში ხო არავინ არ იცის დღესდღეობით სოფლიო ბაზარზე თითქმის ყველაფრის ფასები დევს ხაშე გამდიდრებული ურანი თუ რამდენი პროცენტით არის გამდიდრებული ის დევს ურანი რომელიც როგორც შეიძლება გამოიყენოს სასწრაფოდ კი ყველაფერი ღია რა თქმა ფეროშენოვნების ფასის დევს მაგრამ თვითონ ნედლეული მარგანეცი როგორც მარგანეცი არ სადარდებს მაგ ვინმე მიცის ხალხო ფასი რა აქ იმას სოფლიო ბაზარზე $1300 რამდენადაც ვიცი ხო არა და მე რა მაინტერესებს თუ იცი საიდუმლო არ არის ყოველ შემთხვევისთვის ჩვენ არ არც ხელსაწვდომია ხალხმა არ იცის და აი ვერ შეყვალ ინტერნეტში და მარგანეცის ფასს ვერ წაიგდო როცა იწებება ეს სიტუაცია მაგ დროს ხდება ეს არც ერთხელ არ დებულა იმიტომ არ ყოფილა მე ჩემი ერთი 10 წუთი ჩემმა მეგობარმა მაგაზე 5 კაციან რესტორანი მეიგურაც ანუ მარგანეცის ესე იგი კიდე გეუბნებით არანაირი პრობლემა არ არის ჭიათურაზე კერო საერთოდ საბაზრო როგორც ასე დევს ოქრო პლატინა პალადიუმი ურანი ყველაფერი ფეროშენადნობის მარგანეცის ფასი არა დევს ყველგან დევს მაგრამ ჩვენ როგორც აგვისწრებს მე შეხვედრაზე ვინც იყო ბიჭები დევს მაგრამ მაგ ფასები ყველაფრის ფასები რო ამოყარო ინგლისის ბირჟაზე 2500 евро უნდა გადაიხადო რომ ეს ფასები არ არის ეს პრობლემა სხვა რამეში არა რა არის თუ იცი სახელმწიფო დებიჯერო არ არის დაინტერესებული თავის წიაღის სეულის ღირებულება რა არის სოფლიო ბაზარზე და რო უკანჩალებს და ტონა მადანი უჯდება თორმეტ და შეექმნა კრიზისი
თქვენ რა გონია შემთხვევით ლამაზი თვალების ხო და როცა არა გასაგებია, მაგრამ როცა ვსაუბრობ ჩვენ სახელმწიფო უნდა იყოს ვალდებულებაო, ხო? სად საუბრობთ? მე გითხარით სახელმწიფო არ ყავს ფაქტურად ასე გამოდის, იმიტომ რომ სახელმწიფო რომ იყო 13 დღე არის. ბიჭები შიმშილობენ 13 სიტყვა არც ტელევიზიაზე არ ყულა. იმის მაგივრად რომ ეგრე სასწრაფო უნდა იდგეს უკვე 24 საათამდე რა შეხედები, რადიო, ტელევიზიის მანქანები დიან და ეგა. სასწრაფო კი არა, ამდენი ხანია სიმშილობა, ერთი ბიოტუალეტი ვერ დაგვიდგეს, აგერო ყურადღება აკციონ ელემენტარული. რუსთაველზე ყოველდღე ტაშფანდურას მოდი ასე გავაკეთოთ, კოორდინირებულები ვიყოთ, კიდე გეუბნებით, მე მადლობა თქვენ რომ აცეთები ხართ, ჩვენ რაც შეიძლება დავლაგდებით და უახლოეს ხანში თქვენ ნახავთ როგორ გავახმიანებთ ჩვენ ამას. კიდე გეუბნებით, ილუზიები არ გვინდა, ემოციები არ გვინდა, საქართველოს მთავრობის პოლიტიკური ნება ჭიათურის როგორც სოციალური პრობლემის გადაწყვეტა. ეს არის გაცილებით დიდი ამოცანა, ვიდრე ერთი საწარმოს საკითხია. სწორად გაქვთ ყველაფერი ნაფიქრი, მომავალი ამ ქალაქში არ იქნება თუ ახლა არ დაიწყო მუშაობა, ხო? გავახმიანოთ, ყველგან მივატნოთ, თავარი არის თქვენ გაქვთ სწორი პოზიცია. თქვენ გაქვთ პოზიცია, რომელსაც ვერანაირი ადამიანი აი ძვრას ვერ უყურს. და მიუხედავად თქვენი მძიმე მდგომარეობისა, თქვენ საოცრად თანამშრომლობისთვის ხართ მზად მთავრობასთან, რომელსაც ჭიათურაც ფეხებზე კიდია და ყველა ჭიათურელი ერთად აღებული. აი ეს არის რეალობა, რაკი თქვენ ამ დღეში ხართ, მაგრამ კიდე გეუბნებით, გონივრული მოქმედებით და სწორი მოქმედებით, ყოველგვარი ემოციების გარეშე შეიძლება შედეგი დაიგოს. მთელი ჭიათურა დავზექით უკვე გამოვიწყეთ თანა პაადამოდებაზე რო საუბრობთ. ანუ ვინც არიან დაჭერილები, ეხლა ყველა ჭიათურლები არიან და ყველა საერთო სანათესაო რაღაცა კი, მაგრამ უშუალოდ ის რო ვთქვათ, სუფრაზე დამჯდარიყავი დანარჩენებთან და რაღაც იმას ხსნი რომ მერაბი სარალიძე, რომელიც დაჭერილია, აი ვიცნობ ადამიანს, იმის გაზრდას ვიცი, მშობლების გარეშე გაიზარდა, გაჭირვებაში გაიზარდა, აქეთ ცოლ-შვილი დატოვა, შვილი და ორი შვილი დატოვა და ადამიანი უკვე აღარ არის ახალგაზრდა, უკვე სიბერისკენ არის წასული. ერთი რაღაც ადგილობრივი პოლიცია ან რომელიმე განყოფილება არ შედავებია ამ თავის ცხოვრების მანძილზე, რომ მერაბ შენ რაღაც დააშავე და პოლიციის ეზოში ფეხი არ ქონა ადამიანს შედგმული და ამ მოდებაზე რა გააკეთა. იმ დღეს ზუსტად 54 დღეს, აი ზუსტად ესე დაუქნია მერაბს ხელი. იმიტომ რომ იცოდა რომ ის ღირსეული ადამიანი იყო და უკან არ დაიხოდა. ღირსების გული იყო და ესე დაუქნია ხელი პირდაპირ რომ შენ მე მოხედავ პირდაპირ და მე დაგიჭერ შენ. ეს ის განუცხადა და ფაქტი არის რომ ადამიანი დაჭერილი არის იმის გამო რომ იმას ძალიან უყვარს ჭიათური. იმას ძალიან უყვარს ჭიათურლები. იმას ძალიან უყვარს ღირსება და იმას ძალიან უყვარს ზემოიმერეთი. მთლიანად ჭიათურა. ამის გამო არის დაჭერილი. ამ ქვეყანაში ყველა სიყვარულისთვის იჭერენ, რო იცოდე. ესე დაუქნია ხელი და შეპირდა რომ მე შენ დაგიჭერ ჩემი ხელი. და რა გააკეთეს ახლა? ჩვენ აქ ყავს პოლიცია, რომლებიც სასტრაფო თუ არ დგას, მაგენი მაინც განახოლმე რომ რაღაც პასუხისმგებლობას იღებენ რომ აქ რაღაც არეულობა არ იყოს და რაღაც და რა გააკეთეს იმ ღამით მაშინაც ანკარავში ვიყავი, მაშინაც მოშიმშილე ვიყავი და რა გააკეთეს? ჩამოიყვანეს ქუთაისის სამხარეო და ერთ-ერთი იყო ზუსტად მოსაუბრე არა ჭიათურულად, არა საჩხერულად, არა ზესტაფონურად. პირდაპირ ტყიბულელი პოლიციელი ჩამოიყვანეს იმის გამო რომ პაადამოდებაზე ჩვენ დაგვანახოს კიდე რომ აი მე პოლიციის ძალების მყავს ჩემი საკუთარი და თქვენ თუ უკან არ დაიხებთ და თქვენი მონა არ გახდებით, ყველა გაიზიარეთ მერაბის ბედს, მაგრამ ჩვენ აქ ის ხალხი ვართ მერაბის გულიზე ზუსტად და სამი პატიმარის გულიზე კიდევაც. არ დავიშლებით პირდაპირ მე ჩემ თავზე საუბრობ პაადამოდებაზის მიმართ. 3 საათზე სანამ რა საჭირო იყო აქ სპეცრაზმის შემოშვება და რა საჭირო იყო სამხარეო, რომელიმეს ადგილობრივმა პოლიციამ უთხრა რომ ეს ვინ არის რომ შეუძლია პოლიციის მობილიზაცია და აქ მოყვანს? რატო არ შეეძლო ადგილობრივ პოლიციას რომ თქვათ მერაბ სარალიძე
დაბარებული ხარ პოლიციაში და იმან უარი ხო? კაც ეძინა თავის საკუთარ მანქანაში. კარებები ჩაკეტილი იყოს და ბაგაჟნიკი გაუღეს უკანა ის საბარგული გაუღეს და იქიდან შეცვდნენ და იქიდან გამოიყვანეს კაცი. კაცი რომელსაც შრომით აქვს ხელები დახეთქილი იმას რა უნდა საპრობილეში და ერთ კაცს უნდა ახლა მე თქვა აი ჩემ თავზე ვიზახი მარტო რომ ამ ყველაფერზე თავი დავხუჭო უი ჭიათურაში თურმე მაღარო გაიშვეს და მე იქ ვიმუშაო და 1500 ლარი პირობითად ხელფასი მქონდეს და არც მერაბის შვილები მაინტერესებს როგორ იქნებიან მეობრივად, ფსიქიკურად, ადამიანურად, ოჯახისურად და მე ვიყო მხოლოდ მონა და ეს ადამიანი რომელსაც შრომით აქვს ხელი დახეთქილი გავახარო ერთი ამბიჯებს ახლა ამ დაპატიმრებულებს მაგას ვერ ღირსება მაგას რა ვიცი ბიბლიაზე დავდებ ხელს და დავიხსენო რომ ადამიანი ვერ გაიხარა მაგეთ განზე როგორ არა 6 და 9 კი არა აი ღმერთი არ გაგიწყრეთ რა ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართავ თუ ეგ მოხდება და ამ ბიჭებს პატიმრობაში დატოვებთ ჩათვალეთ რომ ჩვენ უწყვეტი საპროტესტო იმებზე გადავალთ თვითონ ქართველთა დიდი გაერთიანება ყველა რაიონიდან დავიწყებ და დაუდგებით ქვეშ გადაგიყოლებთ იცოდეთ ამ შრომელი ბიჭების დაპატიმრება ეხლა გვიდგას ახალი პრობლემა სოციალს უნდა რომ თავის რეჟიმის ქვეშ მოაქციოს აბსოლუტურად ყველა და ყველაფერი ჭიათურაში წერან სწორად აღნიშნეთ თქვენ ზემოიმერლებს განსაკუთრებული თავს არ ვიქებთ იმიტომ რომ განსაკუთრებული სპეციფიკა გვაქვს მიდგომა ერთობა და მართლაც საქართველოში 3620 ადამიანი ერთ ქალაქში იყოს დასაქმებული ძალიან იშვიათია საწარმო ერთი საწარმო იყოს ნებისმიერ ქალაქში საქართველოში ერთადერთი ვარ ჩვენ და ამავდროულად გვაქვს ისეთი მობილიზება ისე სწრაფად შეგვიძლია რომ შევიკრათ ისე სწრაფად შეგვიძლია რომ პრობლემის გარშემო გავერთიანდეთ რომ ეს ბევრს არ შეუძლია არც ერთ ქალაქში არავის არ ვაყენებს შეურაცხყოფას და ყველაზე დიდი მშრომელი ხალხის გაერთიანება რა ხანია ჭიათურაში როგორც დაამონეს შეურაცხყოფას არ ვაყენებ მაგრამ რეალურად ესეა ზესტაფონში ერთი ადამიანი აღარ არის ხმისამომღები ფეროში ერთი ადამიანი არ არის ხმისამომღები უკვე ტყიბულში გვახსოვთ ჩვენ ტყიბულის გამოსვლები გვახსოვთ ტყიბულის შემტევი მებრძოლის სული აღარავინ აღარ დარჩა იმდენად შეაშინა ნებრძოლი ხალხი ზოგი პოლონეთში გააქცია და იქ მუშაობენ შახტაში ზოგი ტაქსაობს ზოგი ასე და ზოგი ისე და დარჩა მხოლოდ და მხოლოდ ჭიათურა მხოლოდ და მხოლოდ ჭიათურა და ისევ სოციალის ხელით სოციალის რეჟიმით უნდა რომ ჭიათურა გატეხოს და უნდა გატეხოს პირველ რიგში იმით რომ მინიმუმ 1500 მაქსიმუმ 2000 ადამიანი ამ ერთ წელიწადში ამოათავისუფლოს ამ საწარმოდან შეამციროს მიწისქვეშა სამუშაოები იმიტომ რომ დღეს დილით 5 ტრაილერი სამაგრი მასალა ბიგა რომელიც სასიცოცხლოდ უკვე ჭირდება მაღაროებს რადგან 2 თვეა დაკეტილია და არ უმუშავია სასიცოცხლოდ ჭირდება ტყიბულში წაიღეს აქედან იმის ნაცვლად რომ აქ შემოქონდეთ უკვე 12 რიცხვიდან მუშა პროცესის აღდგენა აქ დაგეგმილი და ხის მასალა სამაგრი მასალა ტყიბულში მია აი რამხელა აფიორასთან გვაქვს საქმე მაგრამ აქ თავარია მისი რკინის ხელები უნდა შემოვიდეს ჭიათურა უნდა გაწყვეს სულიერად ფსიქოლოგიურად უნდა დაყოს ორ ნაწილად და ამის შემდეგ აღარაზროს ჭიათურას და თუ არა ჭიათურას აღარ ექნება ხმის ამოსაღები დარწმუნებული ვარ რომ აღარაზროს აღარ ტყიბული აღარც ზესტაფონი არც კაზრეთი და რაც არის ესეთი ინდუსტრიული ქალაქები ხმის ამომღები წლების განმავლობაში აღარ არის ერთადერთი თავისუფალი შრომელი მებრძოლი ხალხი ვარ ჩვენ რაოდენობრივად საკმარისი იმისთვის რომ შევაწუხოთ ნებისმიერი კომპანია და შემოგვიგზავნეს სოციალ რკინის ხელები მაგრამ მე რას ვხედავ ახლა ყველაზე დიდ საფრთხეს ჭიათურაში რომელიც უახლოეს დღეებში დაიწყება და უნდა იცოდეს მთელმა საქართველოს ეს გახლავთ მანგანუმის ჭიათურიდან გატანა 70 დღე შესრულდა 70 დღის განმავლობაში კბილებით გვიჭირავს ჭიათურის შემოსასვლელები საიდანაც შესაძლებელია მანგანუმი გავდეს იყო შემთხვევა გაქონდათ ბიგა დავაკავეთ დავაბრუნეთ უკან მანგანუმის გატანა ჯერ არ დაფიქსირებულა მაგრამ მაშინ როდესაც ოფიციალურად გაჟღერდება 12 მაისს რომ კომპანიამ დაიწყო მუშა პროცესი ეს მუშა პროცესი არ იქნება 1000 და 2000 კაცის დასაქმება ეს მუშა პროცესი იქნება ფიქტიური
100 ან 200 ადამიანის სამსახურში გამოცხადება სამუშაოსთვის. გაიტანონ რაც ამის შემდეგ ლეგიტიმაცია ენიჭება კომპანიას, რადგან აღდგა მუშა პროცესი და ის დამარაგებული, დასაწყობებული მანგანუმი, რომელიც კოოპერატორებში ეზოებში იმყოფება ეხლა, სრული უფლება ექნება, რომ გაიტანოს, როგორც დღეს გაიტანა პოლიციის ძალით ბიგა. სამაგრი მასალა. ასე ექნება, მაგრამ თუ ეს მოხდება ჭიათურაში, ამას ძალიან დიდი წინააღმდეგობა მოყვება, მაგრამ თუ მაინც შეძლებენ რეჟიმით ამის გატანას, ჩავთვალოთ, რომ ფეროს ძალიან დიდხანს აღარ დაჭირდება ჩვენგან მანგანუმი და ჩვენი მანგანუმი რა არის? აფრიკიდან სამწუხაროდ შემოდის ძალიან ბევრი რაოდენობით მანგანუმი, დაფიქსირებულია იმპორტი და ეს მანგანუმი მას ჭირდება როგორც სარკაზმი, როგორც შესარევი, რადგან მიიღოს სიმტკიცე და მიიღოს ხარისხი. და საკმარისი აქედან ჩატანილი რამოდენიმე თუნდაც მანქანა, რითაც გადააზავებენ აფრიკულ მარგანეთს და ასე ამუშავებენ ფეროს. ჭიათურა აღარ დაჭირდებათ, შესაბამისად მიწისქვეშა სამუშაოებიც აღარ დაჭირდებათ. მე ვარაუდობ მაქსიმუმ არჩევნებამდე კიდევ აფორჟალონ, შეინარჩუნონ სიმშვიდე ჭიათურაში, სიმშვიდე შეინარჩუნონ ჭიათურაში როგორ? ნაწილს ხალხისას 100, 200 ან 500 ადამიანს დაასაქმებენ, ასევე დაპირდებიან, რომ ეტაპობრივად თქვენ აგვისტოში, თქვენ ოქტომბერში, თქვენ დეკემბერში და ასე შემდეგ დაგაწყებინებთ მუშაობას, ოღონდ არ გაეკაროთ ხალხს, იმ ადამიანებს, ვინც ინჟინრებს და ასე შემდეგ დირექტორებს, ვიზეც ზეგავლენა აქვს, მოაწერინეს ხელი და მკაცრად არიან გაფრთხილებული, რომ აქციის მონაწილეებთან არ ქონდეთ კონტაქტი და პირიქით იმუშაონ თავის თანამშრომლებზე, მუშახარზე, რომ გადმოიბირონ თავის მხარეზე და ეს ყველაფერი როდესაც მოხდება, მარგანეცი გავა ჭიათურიდან ღმერთმა არ აქნას, ვიდრე შეთანხმება არ მოხდება, ოქტომბერით შემდეგ მოვა და დაიწყება ისევ მასობრივი დათხოვნა და ისევ ღია კარიერული მოპოვებით გადათხებით. თქვენ სწორად აღნიშნეთ, ზუსტად ღია კარიერული მოპოვება არის პანდემიურად, უკვე დაწყებულია იმ უძრავ ქონებებზე შეხება და მაგალითი გვაქვს უკვე 25-ის დასახლება, კორპუსები, ალბათ ნახავდით ვიდეოში, როგორ კორპუსის ბალავერთან უკვე საძირკველთან თხრიან და იღებენ მარგანეცს, ასეთი მსგავსი კორპუსების ქვეშ მარგანეცს საკმაოდ ბევრი გვაქვს ქალაქის ტერიტორიაზე, აქაც მანგანუმია, სადაც ეხლა ჩვენ გავართ და ეს უნდა იყოს იაფი ხელმისაწვდომი უძრავი ქონება დამსაქმებლისთვის, დამსაქმებელი წყალებში, ოლიგარქისთვის, რომ დაანგრიოს, ამოიღოს და აღარ არსებობდეს აქ ვინმე შემდავებელ შემპასუხებელი. ჩვენ მაქსიმალურად ბოლომდე კბილებით ვიცავთ ამ ყველაფერს, არანაირი არაფრის ფასად არ მიღებს მე ჭიათურა დავტოვო და გავიდე და ასე ფიქრობ მთელი ჩემი სამეგობრო იმის მიუხედავად, რომ ბევრი შანსი მქონია და ეხლაც მაქვს შანსი სხვაგან ვიცხოვრო და ბევრად უკეთესად ვიცხოვრო მატერიალურად და ფინანსურად, მაგრამ არა ფიზიკურად და სულიერად, ამიტომ ბოლომდე ვიბრძოლებთ ჭიათურის გადასარჩენად. კარგად ვიცით სოწყის საქმიანობა, სოწყის მზაკრობა ჩვენ არა მხოლოდ საქართველოში, საერთაშორისო დონეზეც გვაქვს კავშირები და ვიცით, რომ ეხლაც ციხეშიზის კოლომოისკი დასანქცირებულია მსოფლიოსგან და ასევე სოწყი. ესეც დასანქცირებულია მსოფლიოსგან და არა აქვთ უფლება კომპანიები, რომლებსაც ფლობენ, ან გაყიდონ, ან მისგან მოწეული პროდუქტი ესე ჩაო, ნედლეული გაყიდონ. და ეხლა ვაკავშირებ ერთ რაღაცას, მთელი ამ ხნის განმავლობაში კომპანიის მენეჯმენტი, ადგილობრივები ამბობდნენ, რომ ჩვენ მართალია მანგანუმს მოვიპოვებთ და მიგვაქვს ამერიკაში ექსპორტს უკეთებთ, მიგვაქვს რუსეთში ექსპორტს უკეთებთ, მაგრამ ჩვენ არ ვყიდით ამას, ჩვენ ვასაწყობებთ და შემდეგ ვალომბარდებთ. აი, აქ იკვეთება უკვე, რომ რახან მას არ აქვს გაყიდვის უფლება, ხდება შეგნებულად დალომბარდება, შემდეგ მისი ჩამორთმევა ვერ გადახდეს შემთხვევაში და ისევ თავისი პლანური მართლობით, რაც ხდება, რაც იწევს იაფად მანგანუმის გაყიდვას, ისევ ჩამორთმევას, ისევ თავისი პლანების მეშვეობით. აი, ეს არის მთელი მსოფლიო მაქინაცია და სქემა ჩართული, ჩემი აზრით აქ და ერთს ვიტყვით ბოლოსკენ, კომპანია 30,000 ლარს იხდის ჯარიმას წელიწადში იმისთვის, რომ არ აჩვენოს თავისი შიდა ბრუნვა ექსპორტზე რა გააქვს, რა სყიდულობს, რა ხარჯები აქვს გაწეული და წარმოიდგინეთ, წელიწადში 30,000 ლარით
ჯარიმდება სახელმწიფოსგან. და ეს უღირს იმისთვის, რომ ციფრები არ აჩვენოს, რა იყიდა, რა გაყიდა, რა არის რეალური შესყიდვის მეგონიათ ეს არ არის საგადასახადო ინსპექციის მითითება, რომ ასე შეიძლება, იმიტომ მას ზევით დაავალეს ასე იყოს. თორე საგადასახადო სამსახური ამ კერძო წარმოებას ამოთხრის მიწიდა. კიდე გეუბნებით, ის რაც ახლა თქვენ თქვით, საგადასახადო სამსახური შეზღუდული არ არის, იმიტომ რომ ყველა ემორჩილება საგადასახადო კანონმდებლობას, მაგრამ საგადასახადო სამსახური არ ვერ შემოვა, იმიტომ რომ მას ზევიდან აკრძალული აქვს ამის გაკეთება. და იმიტომ აქვს აკრძალული, რომ თუ რამე შესყიდვები ხდება ჭიათურაში, ყველაფერს ავს საშუამავლო კომპანიები. საშუამავლო კომპანიები მაგალითად, რომელიც ყიდულობს $2 ტონა პროცენტს მანგანუმისას, ზესტაფონში ჩააუგდა $5 აბარებს, რუსთავში ჩააუგდა $7 აბარებს. ეს არაფრისგან შექმნილი ეს თანხები ვის ეკუთვნის, ან ვინ დგას ამის უკან. აწყობილი მექანიზმებია ფულის სხვადასხვა ეტაპზე ასევე სპეციალური მმართველი, რომელიც 2017 წლიდან სახელმწიფო მმართველი დგას ჭიათურაში ეკოლოგიის კუთხით, რადგან ლამის 9 მილიონი 416 მილიონით დააჯარიმეს, ლამის 9 მილიარდით დააჯარიმეს გარემოზე მიყენებული ზიანის გამო და ამ თანხის სანაცვლოდ მე მიმაჩნია ამ თანხის 9 ისევ ჭიათურის გარემოს უნდა მოხმარებოდა, არ მოხმარდა არაფერი, უფრო მეტიც ორმოებიც კი არ არის გადასწორებული 2017 წლიდან დღემდე და იქ იხჩობა ადამიანი იმ ორმოებში ჩამდგარ წყალში და იქ იხჩობა ცხოველები. და მეორე არის ეს რადიაციული გამოსხივება თუ დაბინძურებული წყალი თუ რა ვიცი კიდევ ბევრი გამოსხივება და ასე შემდეგ, რაც იწვევს ონკოლოგიურ დაავადებებს, რაც იწვევს გულსის დარღვთა დაავადებებს ჭიათურაში და მე მგონი ჩემპიონები ვართ ამ ორ ავადმყოფობაში და ეხლა სულ მალე, როდესაც მუშა პროცესი აღდგება, უკვე დაიწყეს მძიმე წონიანმა მანგანუმით დატვირთულმა მანქანებმა სიარული, მაგრამ ეს არ არის სრული დატვირთვა, ეხლა დაიწყეს 2-3 ჯერ, მაგრამ როდესაც კომპანია მუშა პროცესის აღდგენას გამოაცხადებს, აქ უბრალოდ ვერ ისუნთქებ ადამიანს. იმიტომ რომ აქ დევს ჩვეულებრივი მტვერი და თუ ერთი დღით მაინც ჭიათურაში დააყენებთ მანქანას, დავანებოთ ყველაფერს თავი, საღამოს იმხელა მტვერი დაგვხვდებათ მანქანაზე, რომ მარტივია იქ ბავშვი როგორ უნდა ცხოვრობდეს აქ და ადამიანმა როგორ უნდა გაძლოს აქ, როგორ უნდა იწყოს. აგრა იყავით. ერთი იყოს. გაიხარეთ საქმეში და ჩვენც გვიგულეთ გვერდით, რაც კი იქნება შესაძლებელი. ამას თანდათან ნახავთ. კონტაქტზე ვიყოთ ერთად. მე მინდა მადლობა გადაგიხადოთ პირველ რიგში, გისმენთ და ვიცი ძირითადად თქვენი მიმართულება, თქვენი შინაარსი, რას ემსახურება და რა მიდგომები გაქვთ ამ საკითხის მიმართ და ზოგადად საერთო საქმის მიმართ ქვეყანაში არსებული ვითარების, ასევე ძალიან განვიხდი იმ გადინების სტატისტიკას, რაზეც თქვენ ამახვილებთ ყურადღებას და რეალურია. სამწუხარო ფაქტი ის გვაქვს, რომ უკვე დაინტერესებულია ჩინელები ჭიათურითაც, ჭიათურაში ქალაქის მერი შეხვდა ჩინეთის ელჩს. ხო, არ მოგესმათ ზუსტად ესეა. შესყიდულია უკვე ერთ-ერთი სკოლა, მერვე საშუალო სკოლა, ჩვენი ინფორმაციით და იქ აპირებენ დასახლებას, ოფისის გამართვას და ასე. ანუ ფესვების გადმოს და ამის შემდეგ რას მოახერხებენ და რას დააპირებენ ჭიათურაში, ცალკე საკითხია, მინდა მადლობა გადაგიხადოთ, იმიტომ რომ ნებისმიერი ჩამომსვლელი და მით უმეტეს თქვენნაირი ადამიანები, ვინც ამ საღამოს ჩამობრძანდით, ძალიან კარგი იქნებოდა, რომ არასდროს გვაქვს ჩვენ დიდი გრანდიოზული აქცია ბიჭების გამოშვებისათვის, სოლიდარობისათვის. დიახ, ხვალ გვაქვს დღის პირველ საათზე აქცია, ძალიან კარგი იქნებოდა, რომ თქვენ გქონოდა შესაძლებლობა გამოსვლა და საერთო საზოგადოებისთვის ძალიან დიდი იმედი იქნებოდა. თუმცა ესეც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ძალიან დამაიმედებელი იყო, რადგან სოცკი და მისი ოლიგარქია უკვე ახლოს მოდის რა. აი აქამდე ტყიბულიდან იყო იმუქრებოდა, ეხლა უკვე სანატორიუმი, რომელიც მუშათა კლასს ეკუთვნოდა წლების განმავლობაში, იქ მე პირადად ცხოვრობდი, ვიძინებდი, ვიკვებებოდი და შემდეგ მივდიოდი სამსახურში. ეხლა აგვიკრძალეს იქ ყოფნა, იქ ცხოვრება და თვითონ თავისი ოფისები გამართეს.
ამიტომ ნელ-ნელა გვიახლოვდება და როგორც ნელ-ნელა გვიჭერს მარწუხებს და უნდა რომ დაგვშალოს, შეგვაშინოს, დაგვაშანტაჟოს და აი მართლა მონურ პირობებში ვამუშაოს. რასაც ნამდვილად არ შეეგუება, მე პირადად არ შევეგუები და ჩემნაირი ამაყი ჭიათურელი ძალიან ბევრი. ეგ შემთხვევით არ წერია რომ ჭიათურა ჩვენი სიამაყეა. დიახ, ჩვენი სიამაყეა და სოცკის ვერაფრით ვერ დაუთმოთ და მისნაირ ოლიგარქებს. მადლობა სტუმრობისთვის, მადლობა მობრძანებისთვის. გაიხარეთ, გაიხარეთ. კარგად გამდევოდეთ. ერთად გამდევოდეთ. საინტერესო საუბრისთვის. აი ესეთი მძიმე მდგომარეობაა, მეგობრებო, ჩვენ ახლა გავაშუქეთ, დავალაგეთ კიდევ როგორ გავაგრძელოთ. ფორმისთვის არ ო, ჩვენ დაგუკვირდა. უნდა ეხლა მე უკვე ვიცი სრული ინფორმაცია. დანარჩენი რასაც გავაკეთებ თქვენ თვითონ და როგორ გავახმიან. გაიხარეთ ბატონო დემო. ბატონო, აგერ მეგობრო, მე ამ ბიჭებთან კარგი ხალხია ძალიან. დიდი მადლობა, რომ ესე გაგვამხნევეთ, გვესტუმრეთ. რაღაც იმედის ნაბერწკალი გაჩნდა, რომ ყურადღებას ვაქცევენ ზემოდან ცენტრალური დედაქალაქიდან და ასე შემდეგ. თუმცა ჩვენ გვყავს ძალიან კარგი იურისტები, ადვოკატებიც მათ შორის და ცდილობდნენ რომ მაქსიმალურად ჩვენ გვერდით იყონ რა. მიზანმიმართულად ცოდნით, გონიერად ვიმოქმედოთ, შედეგი იქნება. თუ არ იქნება, ამას დიდი პროტესტი მოყვება. კარგი, ჩვენ დავასრულებთ ახლა ამ ეთერს, მეგობრებო და შემდეგში